ისახლა კვარადონა კი არა, დიდი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. კვარა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი. ისახლა ყველა ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ბავშვის კუმირია. სპორტის და მით უმეტეს ფეხბურთის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაივლის წლები და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ის ოქროს ასოებით ჩაიწერება. ისტორიის, რომლის ნაწილიც უკვე არის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ კვარა ისევ ყაზანის რუბინში თამაშობდეს. მის შესახებ ალბათ რამე ზამეთკებს, დრო და დრო სავეტსკი სპორტის კალონკაში წავიკითხავდით. უმაღლესი ლიგაა. ჩემთვის და არ მხოლოდ ჩემთვის რუსეთი არასოდეს ყოფილა არის და იქნება უმაღლესი ლიგაში რამეში. მკვლელობის, ტერორის და სისხლისღვრვის გარდა. ნიჩთან ერთად კვარას წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისევე როგორც ნაკრების სხვა წევრების ევროპულ მოედნებზე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაა. როგორც დიდ პოლიტიკაში, ასევე დიდ სპორტში, დიდ ხელოვნებაში წარმატება მხოლოდ იქ არის, სადაც რუსეთი და მასზე მიმული დახურული ტიპის ქვეყნები, ერთი კაცის სამფლობელოები არ არის. კვარა პირველი ქართველია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოიგო, ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა. მასთან ფოტოს გადაღება ყველა ქართველს უნდა, თუმცა ახერხებს ის, ვისაც ახლა სტატუსის და მდგომარეობის გამო მესხის გასახდელში შესვლა შეუძლია. ხო და ამანაც გადაიღო, ალბათ ფიქრობს, რომ ხალხს აჩვენა, აი ჩვენ ერთად ვართ და ერთნაირები ვართო, მიულოცა კიდევაც. გულს ფელად შემიძლია ვთქვა, რომ შენი დღევანდელი გამარჯვება განსაკუთრებით ძვირფასია პირადად ჩემთვის, რადგან შენი სახით საქართველოს ყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასი მეორედ აღმართა. შემდეგ სეზონზე თასის მესამედ აწევა უსურვა, მინდა მჯეროდეს, რომ გულწრფელი იყო, უფრო დავიჯერებდი ერთი სიტყვა რომ ჩაემატებინა ზედიზედო, მაგრამ ალბათ თავი არ დაიმცირა. სეზონის საუკეთესოდ შეეძლო დაეწერა გოლების რაოდენობაც, მაგრამ არა, შესაბამისად ამათაც ასე დაწერეს. ჩასაფრებული რომ ვიყო, ვიტყოდი იმ მოედანზე ბოლო წუთებზე შესული ფაქტობრივად სათათადგოს კამიდი გახდა ლიგის გამარჯვებული თქო. ორ ავტოგოლსაც გავახსენებდი, მაგრამ იყოს არ გავახსენებ. თავისი ეყოფა იმ ორ ავტოგოლს რა უჭირს, იმდენი გაიტანა საქართველოს სახელმწიფოს კარში და რატომღაც სულ რუსეთის სასარგებლოდ. ბოლო ასეთი გოლი საქართველოს მომავლის კარში რუსეთის საამებლად ჩემთვის პირადად თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმია, რომელიც დროში პუტინის მთავარ ვითომ საერთაშორისო დიდ ღონისძიებას სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს დაემთხვა. ოფიციალურად პუტინის მასკარადში ეკონომიკაზე სასაუბროდ იწვევენ მონაწილეებს, ისევე როგორც მდგრადი განვითარების ფორუმზე. თუმცა ორივედან დასავლეთის ლანდღვა ისმის და იცით როგორ შეაჯამა პროპაგანდა ფორუმი? სუვერენისტების და კონსერვატორების ხმა დღეს საქართველოსთან მთელმა მსოფლიომ გაიგო. კი, საერთაშორისო მედია ბოლო დღეებია მარტო ამას აშუქებს და მსოფლიო ლიდერება დააკონსპექტებს. არ ვიცი ვინ სად რა გაიგო, მაგრამ გზავნილ პატაკები ასეთია. გლობალური ბუნდოვანებისა და მედია აღქმების ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. ბოლო წლებში ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდით და ამ ფონზე წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის კიდევ უფრო აქტუალურია. თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს. აფსუს როგორ არიცით რუსული, დედანში უფრო კარგად ჟღერს, მაგრამ როგორც შეძელით, ისე შეძელით. ყველაზე საინტერესო კი ცოცხალი ტროლის შეფეს მორალზე აქცენტის გაკეთება იყო. მას რა თქმა უნდა მიუბრუნდები, ისევე როგორც თბილისის 20%-იან გრადანაჩალნიკს მერი კალაძის. ახლა კი სუვერენისტების და კონსერვატორების შეხვედრის გაშუქებისას პროპაგანდის მთავარი აქცენტი. მასშტაბურ ღონისძიებას 20 ქვეყნის ასობით წარმომადგენელი ესწრება. 4-იან ფორუმზე უცხოელი სტუმრები, მათ შორის დიპლომატები, ექსპერტები, მკვლევარები და პოლიტოლოგები, ეკონომიკის უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის და ურბანული განვითარების შესახებ იმსჯელებენ.
ახლა ვნახოთ ვინ არიან გავლენიანი ექსპერტები და ასე შემდეგ. ეს პოლიტოლოგის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ჯონ მერშაიმერია. მისი გამოსვლა დამოძღვრით არ დაგღილით. ის იქადაგა, რაც უნდა იქადაგა. ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის მომავალზე, ნატოზე და ასე შემდეგ პროფესორის წიაღსვლებითაც არ დაგღილით. მის ბოლო ერთ განცხადებას შემოგთავაზოთ, რომელიც მან თბილისში ჩართომდე გააკეთა და რაც თავარია კრემლის მედიამ აიტაცა. და კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ანალიტიკოსმა 2025 წლის 4 აპრილს გააკეთა. ფიქრობ, რომ გარკვეულ მომენტში ყველა შეთანხმდება და აღიარებს იმ ფაქტს, რომ რუსებმა გაიმარჯვეს. ამ პროფესორზე საუბარი დავასრულეთ. დაიმახსოვრეთ მისი მეორე ჩართვა. ვისთან არის სტუმრად? ეს კი კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი პასკალ ლოტასია. არ გაგიკურდება თუ გეტყვით, რომ მის განცხადებებს პროპაგანდა ციტირებს. ის, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ნაკადაგარი სუვერენიტეტის გუმხურვალი მხარდაჭერია. ევრობიუროკრატებს და ომის პარტიას ამხელს. ასე გეგონებათ შეპე ან ვინმე რუსი ლაპარაკობს. ომის პარტიას დღეს წარმოადგენენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები. დაიმახსოვრეთ მისი ჩართვა. ვისთან არის სტუმრად? შემდეგი სტუმარი შეერთებული შტატების შერეღებული ძალების ლეიტენანტ პოლკოვნიკი, სამხედრო ანალიტიკოსი დენიელ დევისი. ივანიშვილის სპიკერები და რუსები, რასაც ამბობენ, იგივე თქვა ნატოსთან დაახლოების შემთხვევაში უკრაინის ბედი გელითო. დევისი, რა თქმა უნდა, აკრიტიკებს ზელენსკის და მოუწოდებს მას დათანხმდეს მშვიდობას. მიხვდით ალბათ ვის პირობებზე და რომელ მშვიდობაზეა საუბარი. დაიმახსოვრეთ მისი ჩართვა, ვისთან არის სტუმრად. შემდეგი სტუმარი ევროპარლამენტარი დიპლომატი მაიკლ ფონ დერ შულენბერგია, ევროსკეპტიკოსი, რა თქმა უნდა, ზელენსკის აკრიტიკებს. ჯერ კიდევ 2025 წელს ამბობდა, უკრაინამ უნდა აღიაროს, რომ ომს ვერ მოიგებსო. დაიმახსოვრეთ მისი ჩართვა, ვისთან არის სტუმრად. და კიდევ ერთი სტუმარი, იან პრაუდი, ბრიტანელი დიპლომატი და გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი, ცნობილი ევროსკეპტიკოსი, რომელიც იმედის დასანქცირებაზე წუხს, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავენო. დაიმახსოვრეთ მისი ჩართვა, ვისთან არის სტუმრად. ეს კი მისი ჩართვა კრემლის პროპაგანდისტულ არხზე. ფორუმის პირველივე დღის ის პროპაგანდის ყუთში იჯდა. იან პრაუდამდე ერთი დღით ადრე პროპაგანდას გლენ დისენი სტუმრობდა პასკალ ლოტასთან ერთად. გასაგებია, რაზეც ისაუბრებდნენ. იან პრაუდზე ამბების ძებნა-ძებნაში ვიდეოს გადავაწყდა Facebook გვერდზე Georgian First News. პატრიცემული პრაუდი გლენ დისენთან ერთად იმედის სტუდიაში ზის. ადვილი გამოსაცნობი არ არის, რაზე საუბრობს. ვიდეო 2025 წლის 10 იანვრით არის დათარიღებული. ეს პირველი შემთხვევა არ არის გლენ დისენმა იმედის სტუდია რომ გამოიყენა. დიდი ქართული პოლიტიკოსი, კანტისტი, მასონებთან მებრძოლი მარიამ ლაშხიც ჩაწერა გადაცემისთვის პოდკასტი დიდებული ევრაზიაც გლენ დისენის არის, სადაც მეორე ფრონტის კონსპირაციაზე ლაშხი საუბრობდა. ზემოთ გთხოვეთ დაიმახსოვრეთ ფორუმის მონაწილეები, ვისთან არიან სტუმრადგო. რა თქმა უნდა, გლენ დისენთან. მაშასე, ვინ არის თბილისის ფორუმის მთავარი სტუმარი? ვითომ დიდი საერთაშორისო ექსპერტების ივანიშვილის სასტუმროში შემკრები, პროპაგანდის მთავარი უცხოელი ექსპერტი ძალა დამრტმელი გლენ დისენი. უკრაინულმა მედიამ ის დიდი ხნის წინ მოახვედრა პროექტში Shady Horse, ის როგორც კრემლის რუსული პროპაგანდისტი, რუსეთის აგრესიის დამცველი ნატოს მოწინააღმდეგეა. უკრაინელებიც რომ არა, მის YouTube არხს და გამონათქვამს რომ გადახედოთ, ისედაც ნათელია ყველაფერი. My name is Glenn Diesen. I'm a professor of political economy from Norway. And yes. ვალდეი პუტინის საყვარელი ფორუმია დეзинფორმაციის გამოგონილი ისტორიის და ტყუილების ტირაჟირების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა, ხო და ეს ივანიშვილის ექსპერტი ვალდაიზე პუტინთანაც კი საუბრობს. ისე კი ნორვეგიაში მას დიდი ხანია, როგორც პრორუს ისე იცნობენ. დისენი მარგო სიმონიანის არხის Russia Today-ის და Sputnik-ის ხშირი კომენტატორია. ნორვეგიაში ის ასოცირდება პარტიასთან მშვიდობა და სამართლიანობა, რომელსაც მრავალმილიონიანი დაფინანსება რუსული ბიზნესიდან მიიღო, მათ შორის ნორვეგიული წარმოშობის მაგნატის ანტე ბერგისგან, რომელიც მურმანსკში ბეტონის ბიზნესით გამდიდრდა. ამ პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა ჩრდილო კორეამ სოფლიოში მოწინავე დემოკრატიად მოიხსენია. გლენ დისენი იმედის სტუდიაში ანალიტიკოსად წოდებულ ვინმე ლაშა კასაძესთან ერთადაც ბრძალა. ბატონი ლაშა პროპაგანდის ხშირი სტუმარია 2025 წლის 18 ივნისი. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად და გავაგრძელოთ იმ დერეფნის პოლიტიკა, გეოეკონომიკას უნდა მივხედოთ. ყველა სახელმწიფოსთან ჩვენს გარშემო მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული ურთიერთობა უნდა გქონდეს და აი აბსოლუტურად ვიყოთ ესეთი ზღარბის პოზიციაში. რუსეთმა დაასვა აქ წერტილი, სტრატეგიულად გაიმარჯვა. გასაგებია ალბათ ყველაფერი. გლენ დისენის და პროპაგანდის საყვარელი ესპონდენტია
თესეუს საპატიო დოქტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი განვითარების ქსელის პრეზიდენტი და ასე შემდეგ, ჯეფრი საქსი. მეგონა ბატონი ჯეფრი წელს არ იქნებოდა დიდი ფორუმის მონაწილე, ნურას უკაცრავად შარშანდელივით ჩართვით იყო წარმოდგენილი. მის გარეშე როგორ ჩაივიდა, პროფესორს ძალიან აშფოთებს ევროკავშირის ჩართვა სამხრეთ კავკასიაში. უადგილო და უკიდურესად სახიფათო თამაშია ევროკავშირის მისიასთან აბსოლუტურად აცდენილიაო. რუსეთს აქვს უფლება მოითხოვოს ნატო არ გაფართოვდეს უკრაინასა და საქართველოშიო. დიდ სახელმწიფოებს აქვს უფლება სხვა დიდმა ძალებმა მათ საზღვრებთან საფრთხე არ შექმნან, მათსავე უსაფრთხოებისო. რუსების მსგავსად ოცნების მეგობარი საქსი ფიქრობს, რომ უკრაინა აბსოლუტურ ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს და მასთან ერთად პატარა ქვეყნებს სამხრეთ კავკასიაში ნეიტრალიტეტი უნდა ჰქონდეთ. ჯეფრი საქსი შარშანდელი ფორუმის მთავარი ვარსკვლავი იყო. შარშანაც ის ილაპარაკა, რაც უნდა ელაპარაკა. არქივით რომ არ დაგღალოთ, დროების YouTube არხზე აუცილებლად ნახეთ კრემლის სპიკერები ქართული ქსელი. დღევანდელი ჩემი ვლოგი ფაქტობრივად ამ ვლოგის მეორე ნაწილია. Thank you very much. Большое спасибо. Очень рад присутствовать здесь сегодня. Აქ გვეტყვით ის დისენთან ერთად პუტინის ფორუმების ხშირი სტუმარია. დისენი და საქსი თბილისული ანტისაოკუპაციო პროტესტის მთავარი კრიტიკოსი და ოცნების დამცველები არიან. ცოტა ბევრი გამომივიდა და ბოლოსკენ წავიდეთ. Რა თქმა უნდა, მახსოვს რომ ცოცხალტროლ შეპეს და თბილისის 20%-იან გრადანაჩენიკს უნდა მიუბრუნდე. თუმცა ვფიქრობ, ისედაც ყველაფერი გასაგებია, რომ კრემლს და ბიძინას საერთო ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სპიკერები ყავთ. დღეს არც იმაზე დაგვრით საუბარს, როგორ არიან ალტერნატივა გერმანიის ვითომ ლიდერები ბიძინა ივანიშვილის მთავარი სპიკერები და სწორედ ეს სპიკერები როგორ ჩავიდნენ პუტინის მთავარ მასკარადზე სანქტ-პეტერბურგში. აღარც იმით დაგვრით, რომ ოცნების პრორუსი მოლდოველი მეგობარი დოდონი თბილისის შემდეგ ლუკაშენკოს ესტუმრა. ოცნების კონსპირაციები მეორე ფრონტზე ლუკაშენკოს მედიაში გაავრცელა და მერე სიამაყით პუტინის ფორუმსაც დაესწრო. Candice Amber Owens. Ваши аплодисменты. უბრალოდ არ გამოვა არ გითხრათ, რომ უკრაინული დროებით საგახურებელ სანქტ-პეტერბურგში ბრძანდებოდა ცნობილი ამერიკელი ბლოგერი ჟურნალისტი ულტრამემარჯვენე კენდის ოუენსი, რომელმაც რუსეთში ოჯახთან ერთად ჩასვლას პირადი სულიერი მისია უწოდა და რუსეთი დიდი ცივილიზაციის ქვეყანაა. რა უცნაურია, რომ მან მონაწილეობა მიიღო პუტინის და ახლა უკვე ამათი საყვარელი თემის ოჯახისა და დემოგრაფიის პანელში. Вы, вот так вот восклицаете: отстаньте от меня со своими феминистическими штучками, ерундой с этой. Я люблю печь пироги. Это классно, мы тоже очень любим печь пироги. Откуда у вас столько русскости, Кэндис? Вы такая очень-очень наша. რა სისათუცია? რატომ გამახსენდა მან სახელი იმით გაითქვა, რომ საფრანგეთის პირველ ლედიზე თქვა ტრანსგენდერიაო და მე რატომღაც იმან გააშუქა ეს ამბავი, ვინც გააშუქა. გააშუქეს რა. მაკრონების მორიგი სკანდალი. ბრიჯიტ მაკრონმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ქალია. ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის კენდის ოუენსის ბრალდებამ ფრანგული პოლიტიკური ელიტა თავდაყირა დააყენა. ისე კი დაამშვენებდა კენდის ოუენსი ივანიშვილის სასტუმროს. დაუბრუნდა თბილისის ფორუმს, რომელსაც რატომაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი ესწრებოდა. ეს ამბავი პროპაგანდას გამორჩა. ალბათ ვერ დაინახეს. მერე ქსელი სპიკერებს ვინ ჩაწერდა, ვერც რუბიოზე მისი დაწერილი პოსტი ნახეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ირანის ელჩი დღის წესრიგს გვიდგენს. ჩვენ რა ქართულ ოცნებას და შეერთებულ შტატებს თბილისიდან თითს უქნევს. პროირანულმა რეჟიმმა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია და ემუქრება ამერიკის წვდომას. საქართველოში არჩევნები გაყავდა. ისინი ეხმარებიან ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს თეირანისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავალში. რა უნდა გაკეთდეს, რომ პასუხი გაეცეს სწრაფად მზარდ რადიკალიზაციას, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება უწყობს ხელს? მართალი ხართ, ყველაფერი რაც ახლა ჩამოთვალეთ, ეს უკვე არის ჩვენი შეშფოთების საგანი. აქ შეიძლებოდა ამ ამბის დამთავრება, მაგრამ მოდით ბევრი წიაღსულების გარეშე ვნახოთ იკლს რეაქცია, ისეთი როგორცაც პროპაგანდაში ვერ ნახავთ. მათ გითხრეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ეს სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვა. ჩვენ მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ შეცვლილ ტრაექტორიას. იქედან, სადაც საქართველო დღეს იმყოფება. დაპირებების საუბარიც არასწორია. პროპაგანდაში კი ამბავი მარტივად აიხსნა. გადავტვირთვეთ, დავლაგდითო.
Let's do it together. So we will do it together, okay? ერთი აქ გადაიდვით არამე და მეორე ესენი გადატვირთავენ. ივანიშვილის მიერ ჰაბიტუს მოწონებულ ორბელენის სასახლის ბინადარს მინდა ვკითხო. ვინმე ხომ არ დაგირეკათ? ტელეფონი ხომ არ დაგიჯდათ? ვენს და რუბიოს ერეფანში რო შევხვდით, შემთხვევით ნომერი ხომ არ ჩააწერეთ შეცდომით და თქვენ რომ გადაურეკოთ? რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით. და მამა ვინ არის? მამა და მარჩენალი? და რა უნდა მამას რომ საქართველოში ვაჭრობით საკუთარი თავი გამოივაჭროს? სანქციები მოუხსნან? რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან კავშირებზე თვალი დახუჭონ? წინა ადმინისტრაცია რუსებივით რომ გაჰკევით? თუ არ იცით მე გეტყვით, ეს ადმინისტრაცია 504 დღეა თეთრსახშია. თქვენ ისინი არ ხართ რომ ბაქი ბუქობდით 20 იანვრის მერეო ლავროვივით ან კოროჯის სული რომ გამოიძახოთ? აიღო პუტინმა კიევი, ვერ გადააგდა სამყარო ისე რომ თქვენ რუსეთის ხურდაში მოხდრილიყავით? ეს უნდა მამას? თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს. პირველი კანონმდებელი შპ რომელ მორალზე საუბრებ გორელ პოლიციელებზე? რუსეთის აგენტი რომ პროკურორი ყავდათ და ქვეყნიდან გააპარეთ, ეგ არის მორალი? იქნებ ის არის მორალი მშვიდობიანი მოქალაქეები რომ დაარბიეთ, აწამეთ, აგინეთ, აფურთხეთ. იქნებ ის არის მორალი დიდი ალბათობით მოქალაქეები რომ დაწამლეთ. იქნებ ის არის მორალი ხარებას რომ ღირსების ჩინმედალი ჩამოკიდეთ. იქნებ ის არის მორალი ტროტუარზე დგომისთვის ხალხს რომ აპატიმრებთ. იქნებ ის არის მორალი ეპისკოპოსებს და სოფლის მღვდელებს რომ უსმენთ. იქნებ ის არის მორალი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და სუსის უფროსი კორუფციის ბრალდებით ციხეში რომ არიან. იქნებ ის არის მორალი Facebook-ის სკროლის სამსახური რომ შექმნით. იქნებ ის არის მორალი ბავშვებს წამალი რომ დაუგვიანეთ. იქნებ ის არის მორალი ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება რომ წაართვით. იქნებ ის არის მორალი ბავშვებს რომ შეათ. იქნებ ის არის მორალი 9 მაის რუსთაველის სცენაზე რუსები რომ ბუქნაუდნენ. გავაგზერო თქვენო მორალის უღირსებულესობავ? მზად ვართ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ეგ რომელი ახალი ფურცელია? ანუ მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართო? კორუმპირებულები, მოძალადეები, ადამიანის უფლებების დამრღვევები, სასამართლოს მიმტაცებლები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გამგუდაები, მიგვიღეთ რა ასეთები. და იყოს მზია ციხეში სინდის და პოლიტპატიმრები გიშოსებს მიღმა მსოფლიო ბანი 4 კედელში. აგზავნებთ რა პარტიებს ვიქნებით რა რუსეთის შავი ხვრელი, ჩინური ინტერესების გამტარებლები, ირანის დამხმარები. აღიარეთ რა ჩვენი ბატონის სუვერენობა, ავტოკრატია და მალე დიქტატურა. ახალი ფურცლიდან ოღონდ თქვენ იქნებით გლობალური ომის პარტია, ჩვენი ფილოსოფოსი დაწეს რომ deep state ხართ, ვიტყვით რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირია და სუვერენიტეტს გვართმევს. 14 აგვისტოს გიო პიკას კონცერტზე წასვლა არ დაგავიწყდეთ, პლატნოის სიმღერები შებერეთ. სოფლიოში ყველაზე ცნობილი კვარა თავისი უნიკალური ნიჭის გარდა იმიტომ არის კვარა, რომ ის არ დაჭა რუსეთის დაჭაობებულ ორღობის მოედანზე სათამაშოდ და ევროპა არჩია. ახლა მთავარია კითხვა შეძახილი პასუხი სად მიდივართ ევროპაში? არქივში არ დარჩეს. თორემ ლიგაში, რუსეთის ლიგაში, რომელშიც ივანიშვილის და მისი მორჩილების გამო ვართ, სამუდამოდ დარჩებით. ამ ლიგის ქვემოთ კი ეს ლიგაა. 감독들의 손을 일일이 잡아주시면서 우리 인민들에게 크나큰 긍지와 자부심을 토해준 그들의 ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო, დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.